სვიმეონ მოხუცებული ვადიდოთ, რომელმან ახარა ადამიანს გამოხსნა ბნელისაგან და აღმოყვანება კვალად მუნვეს სამოთხეთ და ჩვენ მგალობელთა მისთა მოგმადლოს ცოდვათა მიტევებაი. დღეს ახალი სტილით 16 თებერვალს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მოიხსენიებს მართალ სვიმეონ ღვთის მიმრქმელსა და ანა წინასწარმეტყველს. მოწამეებს პაპიას, დიოდორეს და კლავდიას, წინასწარმეტყველს აზარიას, მოწამეებს ანდრიანესა და ევბულის, მოწამე ვლასი კესარიელსა და მოციქულთა სწორს იაპონელ მთავარეპისკოპოსს ნიკოლოს. ძველი ისტორიკოსები გვაუწყებენ, რომ ეგვიპტის მეფემ პტოლემეოს მეორემ, რომელიც ქრისტეს შობამდე მესამე საუკუნეში ცხოვრობდა, ისურვა, რომ წმინდა წერილის წიგნები ეთარგმნინებინა. ამიტომ მან იერუსალიმიდან მოიწვია მწიგნობრები, რათა ბერძნულ ენაზე ეთარგმნათ წმინდა წერილი. გადმოცემით ალექსანდრიაში მოწვეულ 72 სწავლულს შორის გახდათ სვიმეონ ღვთის მიმრქმელიც, რომელსაც ესაია წინასწარმეტყველის წიგნი ერგო სათარგმნად. მუშაობისას, როცა მივიდა ადგილამდე, სადაც ეწერა, რომ ქალწულისაგან იშვებოდა მესია, მან იფიქრა, რომ დედანში შეცდომა იყო გაპარული. ამიტომაც დააპირა ქალწულის მაგივრად დედაკაცი ჩაეწერა. ამ დროს ანგელოზი გამოეცხადა და მოუწოდა წმინდანს, ერწმუნა იმ სიტყვებისა, რაც წმინდა წერილში ეწერა. ანგელოზმა მას ისიც აღუთქვა, რომ არ მოკვდებოდა მანამ, სანამ არ იხილავდა ყოვლადწმინდა ქალწულისაგან შობილ ქრისტე მაცხოვარს. საერთოდ აღთქმანი და წინასწარმეტყველებები სულიერად ამხნევებდა არჩეულ ერს. განამზადებდა ხალხს, რათა ამ წინასწარმეტყველებებიდან გაეგოთ აღთქმული დროის მოახლოება და ეცნოთ მაცხოვარი. ამიტომაც იუდეველთა შორის ღვთისმოშიში ადამიანები ფხიზლობდნენ და ელოდნენ მაცხოვრის მოსვლას. მესიის მოლოდინით ცხოვრობდა სვიმეონიც. გადიოდა 10 წლეულები. სვიმეონის თვალწინ მოდიოდნენ და მიდიოდნენ თაობები. ერთხელ სახლში მლოცველ მოძღვარს სულიწმინდისაგან ეუწყა. ტაძარში წასულიყო, რადგან დამდგარი იყო მისი ამ ქვეყნიდან გასული ჟამი. მესია უკვე განკაცებული იყო. წმინდა მღვდელი დაემორჩილა უფლის სიტყვას. იმ დღეს ბევრი ყრმა მიიყვანეს ტაძარში, მაგრამ ღვთოვანი სვიმეონი სულიწმინდის მინიშნებით მიხვდა, რომელი იყო უფალი იესო ქრისტე და აღელვებული მიეახლა მას. ხელგაშლილმა მიირქვა ქვეყნიერების მხსნელი, ამოუცნობ, ენით გამოუთქმელ სიხარულს და ნეტარებას განიცდიდა მღვცოვანი. აც განუტევე მონა შენი მეუფეო, სიტყვისაებრ შენისა მშვიდობით, რამე თუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარება შენი. შეხაღადებდა ის მამაზე ციერს. ეს საოცარი ლოცვა აუცილებელი სავედრებელი უნდა იყოს ყოველი ქრისტიანისათვის. ყოველი ჩვენგანი უნდა ლოცულობდეს იმისთვის, რომ უფალმა ამ ქვეყნიდან მშვიდობით განუტევოს. ბრძანებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე. უფლის მიმრქმელმა ყოვლადწმინდა ქალწულს უწინასწარმეტყველა, რომ მახვილი გაივლიდა მის გულში. თავის მხოლოდ შობილ ძეს ნაწამებს ჯვარზე გაკრულს იხილავდა. ყრმა იესოს მიეახლა აგრეთვე მართალი ანა ფანუელის ტომიდან, 90 წლის ქვრივი, რომელმაც მხოლოდ 7 წელი იცხოვრა მეუღლესთან ერთად და მისი გარდაცვალების შემდგომ ტაძარს არ განშორებია. მარხვასა და ლოცვაში ატარებდა დღეებს და ელოდებოდა მაცხოვრის მოვლინებას. წმინდა სვიმეონი და ანა მალევე აღესრულნენ. ისინი იყვნენ დასასრულნის ჯულისა და დასაბამნი მადლისა. იმერეთის მთავარეპისკოპოსი გაბრიელ ქიქოძე ასე უქადაგებდა თავის სამწყსოს. ნეტარიყვნენ თვალნი მათნი და ხელნი მათნი, ხილველნი და მტვირთველნი ყრმა იესოსი. ნეტარ ვართ მე და თქვენც, რამე თუ თქვენს გინახავთ მაცხოვარება ღვთისა არანაკლებად, ვიდრეღა სვიმეონ მართალსა. მან მხოლოდ შვილი იესო იხილა, თქვენ კი სულიერითა თვალითა და სარწმუნოებითა გიხილავთ აღმასრულებელი ჩვენისა ცხოვრებისა, იესო ქრისტე და თვით მისი სისხლი და ხორცი მიგიღიათ. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო.